უამრავი წლის მანძილზე ალკატრასის ციხე ყველაზე დაცულ ციხედ ითვლებოდა მთელს მსოფლიოში. ციხიდან გაქცევა რამდენიმე პატიმარმა სცადა, მაგრამ საბოლოოდ ისინი წყალში ან კლდეებში ხვდებოდნენ, საიდანაც თავს ვეღარ აღწევდნენ. თუმცა 1960-იან წლებში სამმა მსჯავრდებულმა განახორციელა საკმაოდ თავხედი გაქცევა ალკატრასის ციხიდან. როგორ მოახერხეს მათ ეს? გადიოდა წლები და ამას ვერავინ ხსნიდა. დეტექტივები მთელი მსოფლიოდან დღე და ღამე ფიქრობდნენ და პასუხს ვერ პოულობდნენ. თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ ყველაფერს ფარდა აეხადა. დღევანდელ ვიდეოში მოგიყვებით ამ გასაოცარ ამბავს და გაიგებთ ალკატრასის ციხიდან გაქცეული პატიმრების საიდუმლოს. აქვე გეტყვით, რომ ეს თვის შემაჯამებელი ვიდეოა, ამიტომაც ეს ვიდეო მთელი თვის ვიდეოების მონახაზი იქნება. მაშასე, მოიმარაგეთ პოპკორნი და დავიწყოთ. ფედერალური ციხე ალკატრასი აშენდა 1860-იან წლებში. თავიდან მისი დანიშნულება სულ სხვა იყო. ის სამხედრო ციხეს წარმოადგენდა. მოგვიანებით კი გადაკეთდა ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ ციხედ. ალკატრასი არის პატარა, იზოლირებული კუნძული სან-ფრანცისკოს ყურის ცივ და სახიფათო წყლებში, რომელიც ესპანელმა მკვლევარმა ხუან მანუელ დე აიალამ 1775 წელს აღმოაჩინა. კუნძულის საშიშმა და მიუვალმა მდებარეობამ თითქოს თავადვე განსაზღვრა თუ რა ფუნქცია შეიძლებოდა ჰქონოდა უცნაურ და საკმაოდ საშიშ ადგილს. კუნძული გარშემორტყმულია ცივი წყლით და კლდეებით. მთელი 29 წელი 1924-დან 1963 წლამდე ალკატრასი ფედერალურ ციხედ ითვლებოდა. როდესაც ვინმე ცდიდა ალკატრასიდან გაქცევას, უკეთეს შემთხვევაში იჭერდნენ, ან უბრალოდ გაქცევისას კლავდნენ. გასაკვირი ალბათ არც ის არის, რომ ალკატრასში ქალის ხილვა შეუძლებელი იქნებოდა. ცველებით დაწყებული, ექიმებით დამთავრებული ყველა მხოლოდ მამაკაცი იყო. ციხის საკნები სიდიდით საძინებლის კარადას მცირედით თუ აღემატებოდა. ამავე ფართში იყო განთავსებული საწოლის, სააბაზონო და საპირფარეშოც კი. ციხის ფუნქციონირების 30 წლიანი ისტორიის მანძილზე პატიმრობისას ძალიან ბევრი ადამიანი გაგიჟდა, ბევრმა კი თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. სულ განხორციელდა 14 გაქცევა, რომელშიც მონაწილეობდა 36 პატიმარი. მათგან 24 დაიჭირეს, 6 მოკლეს, 2 დაიხრჩო და 3 პატიმრის ბედი უცნობია. თუმცა 1962 წლის 11 ივნისს 3 მსჯავრდებული უცნაურ გარემოებებში გაქრა. ფრენკლინ მორისი საკმაოდ ჭკვიანი და გონიერი პატიმარი იყო. ის ვაშინგტონში დაიბადა 1926 წლის 1 სექტემბერს. ცხოვრების დიდი ნაწილი სხვადასხვა ოჯახში გაატარა. მასზე მეურვეობას იღებდნენ, თუმცა მალევე ამბობდნენ უარს. კრიმინალური ცხოვრება უკვე 13 წლის ასაკში დაიწყო. შედეგად დააკავეს და გაასამართლეს უამრავი დანაშაულისთვის. მას ბრალი ედებოდა ნარკოტიკების გაყიდვასა და მოხმარებაში, შეიარაღებულ ძარცვაში და მკვლელობაში. მორისი დააკავეს ერთ-ერთი ძარცვის დროს და პირდაპირ ალკატრასში გაგზავნეს. მორისს ყავდა თანამოსაკნები, ძმები ენგლინები. ძმები ფერმერთა ოჯახში დაიბადნენ. მათ კრიმინალური ცხოვრება 1950-იან წლებში დაიწყეს. ისინი აყაჩაღებდნენ მაღაზიებს და ბანკებს. 1960 წელს ისინი დააკავეს და ალკატრასის ციხეში გაუშვეს. ცნობებში არავინ საუბრობს მათ მეოთხე თანამზრახველზე. ეს იყო ალენ კლეიტონ ვესტი. კლეიტონ ვესტი 1955 წელს დააკავეს ძარცვისთვის. ალენი ერთადერთი თანამონაწილე იყო, რომელიც პრაქტიკულად არ მონაწილეობდა გაქცევაში, თუმცა ყველაფერს ერთად გეგმავდა ოთხივე. მათ ფაქტობრივად შეუძლებელი შეძლეს. სამენტილაციო შახტიდან თავდაპირველად საკვამურში გადავიდნენ. შემდეგ სახურავზე და ბოლოს პატარა ნავით კუნძულიდან გაცურეს. მეორე დილით პოლიციამ მათი პოვნა ვერ შეძლო. მოგვიანებით გაირკვა, რომ პატიმრებმა საკუთარ საწოლზე საპნითა და ტუალეტის ქაღალდით ფიგურები გააკეთეს. რითაც ღამე ციხის საკნების შემოწმებისას მისული ზედამხედველების მოტყუება შეძლეს. იმისთვის, რომ გვირაბები გაეთხარათ, პატიმრები იყენებდნენ ყველაფერს, რასაც ხელში ჩაიგდებდნენ. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო კოვზი, დანა, ხელნაკეთი საბურღიც კი. პატიმრები მუსიკალურ საათს იყენებდნენ იმისთვის, რომ შეუმჩნევლად გაეკეთებინათ თავისი საქმე. ისინი თხრიდნენ მაშინ, როდესაც უკრავდა მუსიკა. გაქცევისას ალენ ვესტი გვირაბში გაიჭედა და ვერ გაძრა. მან მეგობრებს უთხრა, რომ დაეტოვებინათ, რადგან ეს მათთვის ერთადერთი შანსი იყო. ალენი დააკავეს, თუმცა მას არასდროს უთქვამს თავისი მეგობრების გაქცევის გეგმა. მეორე დღეს, როდესაც აღმოაჩინეს, რომ 3 პატიმარი გაიქცა, განგაში ატყდა ციხეში. ციხის მმართველებმა გასცეს ბრძანება, რომ გადაეტრიალებინათ ნებისმიერი კუთხე კუნძული ციხის ტერიტორიაზე. სამძებრო სამუშაოები ახლომდებარე კუნძულზეც კი ჩატარდა, თუმცა პირველი 24 საათი უშედეგო იყო. ამის შემდეგ ძებნის მასშტაბები გაფართოვდა. ჩაერთო საქმეში სამხედრო ძალაც. მთელი ოპერაცია 10 დღე გაგრძელდა. მოგვიანებით FBI მიპოვა ხელნაკეთი ნავი, რომელთაც გაცურეს პატიმრებმა.
ასევე იპოვეს ბლოკნოტი, სადაც ეწერა გეგმა და კონტაქტები. 2013 წელს ბიურომ მიიღო წერილი, რომელიც ხელით იყო დაწერილი და ხელი მოწერილი ჰქონდა ჯონ ენგლინს. მე მქვია ჯონ ენგლინი. მე გავიქეცი ალკატრასიდან 1962 წლის 11 ივნისს, ჩემს ძმასთან, კლარენსთან და ფრენ მორისთან ერთად. მე უკვე 83 წლის ვარ და ცუდ ფორმაში ვარ ახლა. კი მომაქვს. დიახ, ჩვენ სამივე შევძელით იქიდან გაქცევა. ფრენკი 2005 წელს გარდაიცვალა, ჩემი ძმა კი 2011 წელს. ეს არ არის ხუმრობა, ყველაფერი რეალურია. FBI ფიქრობდა, რომ ეს წერილი ყალბი იყო, თუმცა მალე ენგლინების ნაცამო 2015 წელს გამოაქვეყნა აი ეს ფოტო. ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ ამ ფოტოზე ძმები ენგლინები იყვნენ, მაგრამ პოლიციამ ეს მტკიცებულობა სერიოზულად ვერ აღიქვა. გავიდა დრო და ეს ფოტო ექსპერტებმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ძველ ფოტოს შეადარეს. ეს არის პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა სახის ანალიზი ჩატარდეს და მოხდეს შედარება. როგორც დადგინდა 2015 წელს გამოქვეყნებულ ფოტოზე ნაჩვენები მამაკაცების ფოტო 99%-ით დაემთხვა ალკატრასიდან გაქცეული ძმები ენგლინების სახის ფოტოს. ეს უკვე მთავარი მტკიცებულობა იყო იმისა, რომ ძმები ენგლინები ალკატრასის ციხიდან გაიქცნენ და სიბერემდე თავისუფლები იყვნენ. აი ასეთ საიდუმლოს შეიცავდა ეს ისტორია მთელი 50 წელი. წინ კიდევ უფრო საინტერესო ისტორიები გელოდებათ, ასე რომ გავაგრძელოთ. 22 წლის სალაჰუდი ჯედმუდი მუშაობდა ერთ-ერთ პიცერიაში, მიმტანად და ამავდროულად კურიერად. მამამისი აბდული მას ყოველთვის ეუბნებოდა, რომ ნებისმიერ სამუშაოზე საკუთარი საქმე კეთილსინდისიერად უნდა შეესრულებინა და ადამიანების მიმართ პატივისცემა მუდამ უნდა გამოევლინა. თავად აბდული მასწავლებელი იყო ლექსინგტონში, ერთ-ერთ ისლამურ სკოლაში. ის თავისი მოსწავლეებისგანაც იმავეს ითხოვდა, რასაც შვილისგან. მათ ყოველთვის პატივისცემასა და სიკეთისკენ მოუწოდებდა. ერთ დღესაც მისი შვილი, 22 წლის სალაჰუდი, მოკლული იპოვეს ერთ-ერთი შენობის უკან. გამოძიება მთელი 2 წელი გაგრძელდა, რადგან ყველა გარემოება გაურკვეველი იყო. თავიდან პოლიცია და FBI იკვლევდა მკვლელობას. შემდეგ ისინი მიხვდნენ ვიქტიმოლოგიას და 2 ახალგაზრდამდე მივიდნენ. თუმცა ამ 2 ახალგაზრდიდან არც ერთი არ იყო მკვლელი. მათ ნამდვილი მკვლელის სახელი თქვეს. შედეგად დააპატიმრეს კრიმინალური წარსულის მქონე ბიჭი, 24 წლის ნარკომანი ტრეი რელფორდი. სასიკვდილო განაჩენისთვის თავი რომ აერიდებინა, სასამართლოზე ტრეიმ აღიარა თავისი დანაშაული, რომ ბიჭის გაძარცვა უნდოდა და მკვლელობა შემთხვევითი იყო. ამის შემდეგ დაიწყო განხილვა. სასამართლოზე ბრალდებულის დედა და მოკლული ბიჭის მამა, ზემოხსენებული აბდული იმყოფებოდა. პროკურორები ითხოვდნენ 25 წლიან პატიმრობას მკვლელობისთვის. ამას დაემატებოდა 10 წელი ყაჩაღობის და 1 წელიც დამალვის სასჯელი. სასამართლოზე გამოვიდა რელფორდის დედა, რომელმაც აღიარა, რომ მისი შვილი ნარკოტიკებს მოიხმარდა. მან მოკლულის მამას პატიება სთხოვა. ამის შემდეგ მოსამართლემ მოკლულის მამას დაუთმო სიტყვა. სასამართლო დარბაზში საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა მამაკაცს უსმენდა. აბდულმა თქვა, რომ რელფორდს ეშმაკმა აიძულა ასეთი საშინელი დანაშაულის ჩადენა. შემდეგ აბდულმა თქვა ის, რამაც ყველა ატირა. შვილო, რელფორდ, ჩემი და ჩემი გარდაცვლილი მეუღლის სახელით გპატიობ ამ მძიმე დანაშაულს. ამის შემდეგ ის მივიდა რელფორდთან და ჩაეხუტა. შემდეგ კი ახსნა ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი. ისლამის მთავარი არსი პატიებაშია. როდესაც ბოლო სიტყვა ათქმევინეს მსჯავრდებულს, მას საუბარი უჭირდა, რადგან ტიროდა. მან თქვა, რომ წარმოდგენაც უჭირდა, რამხელა ტკივილი მიაყენა ამ ოჯახს და ყველაფერს ნანობდა. თუმცა უკვე ყველაფერი გვიანი იყო. ამ მძიმე დანაშაულს ვერ გამოასწორებდა მისი სინანული. სასამართლო დარბაზში ყველა ატირდა. მოსამართლეც კი. მოსამართლემ ვერ შეძლო პროცესის გაგრძელება და შესვენება გამოაცხადა. შესვენების შემდეგ მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა. 31 წლით თავისუფლების აღკვეთა. ეს დამნაშავეს შანსს აძლევდა ცხოვრების მეორე ნახევარი სუფთად ეცხოვრა. რომ არა მისი სინანული ამ შტატის კანონის მიხედვით ის სასიკვდილო ინექციას ვერ გადაურჩებოდა. ყველაფრის ბოლოს მოხუცი კიდევ მივიდა დამნაშავესთან და უთხრა: შვილო, შენ შეგიძლია სიკეთისკეთება უკვე ხვალიდან, ციხის კედლებში დაიწყო. ადამიანებს ჩვევიათ წინასწარი დასკვნების გამოტანა და გარშემო მყოფებზე იარლიყების მიწებება. მაგრამ რეალურად რა აქვს ადამიანს გულში, ჩვენ ამას ვერ გამოვიცნობთ. შეიძლება ერთი შეხედვით უწყინარი და სათნო ადამიანის გულში ნამდვილი ბოროტება ბუდობდეს. რამდენიმე წლის წინ პარიზის მეტროში გადაღებული ვიდეო ვირუსულად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ვიდეოში ჩანდა თუ როგორ პარავდა მძინარე მგზავრს ჯიბის ქურდი საფულეს. ამ შემთხვევას მთელ მსოფლიოში განიხილავდნენ. სიტუაცია, როგორც აღვნიშნეთ, პარიზის მეტროში ვითარდება.
საღამო იყო. მოსაცდელ სკამზე ერთ-ერთ მგზავრს ეძინა. მას ახალგაზრდა ბიჭი უახლოვდება, რომელიც როგორც ჩანს ჯიბის ქურდია. ერთი შეხედვით ვერ ვიტყვით ეს ბიჭი წლებია ქურდობს თუ მძინარე მამაკაცის დანახვამ აღძრა მასში ქურდობის სურვილი. ვიდეოზე ჩანს როგორ უახლოვდება ქურდი მძინარე მგზავრს. შემდეგ ის ხელით ფრთხილად ეხება მამაკაცს რომ გაარკვიოს, რამდენად ღრმად ძინავს მას. მას შემდეგ რაც მძინარე მამაკაცის რეაქციას ვერ ხედავს, ახალგაზრდა ბიჭი საქმის კეთებას იწყებს. ის ჯერ მისი მარჯვენა ჯიბიდან იღებს რაღაცას, შემდეგ მარცხენა ჯიბესაც ამოწმებს. მძინარე მამაკაცს რეაქცია არ აქვს. როგორც ჩანს, ყველაფერთან ერთად ის მთვრალია, ამიტომაც ძინავს ასე ღრმად. რამდენიმე წამში მძარცველმა დაამთავრა თავისი საქმე და მამაკაც გაერიდა. უცებ მძინარე მამაკაცი იღვიძებს და წინ იწევა ნელი-ნაბიჯით. მოულოდნელად ის მატარებლის ლიანდაგებში ვარდება. მეტროსადგურზე კიდევ რამდენიმე ადამიანია, რომლებიც უბრალოდ ამ კამერის ობიექტივში ვერ მოხვდნენ. მათ დაინახეს ჩავარდნილი კაცი, თუმცა რეაქცია არ ქონიათ. პირიქით, იქაურობას გაეცალნენ. მალე მატარებელი მოვიდა და მემანქანემ მატარებელი ამ ბიჭთან რამდენიმე სანტიმეტრში გააჩერა. თუმცა როგორც ჩანს, მან ვერ დაინახა ბიჭი, რადგან თავისი ადგილიდან არ გამოსულა. ამ დროს ხდება ის, რასაც არავინ ელოდა. ჯიბის ქურდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ეს კაცი სრულად გაძარცვა, მთელი ძალით გარბის მისკენ, რომ დაეხმაროს. ამ ვიდეოს საავტორო უფლების გამო ვერ გაჩვენებთ, მხოლოდ ფოტოებით შემოვიფარგლები. ძარცველი ჩახტა ლიანდაგებთან და საკუთარი ხელით ამოათრია მამაკაცი იქედან. ამით კი სიცოცხლე შეუნარჩუნა მას. უცნობია ამ ფაქტის შემდეგ დააკავეს თუ არა მძარცველი, თუმცა ეს ამბავი მთელ მსოფლიოში განხილვის საგანი გახდა თავისი უცნაურობის გამო. იმ დროს, როცა გარშემო არაერთი კანონმორჩილი მოქალაქე იყო, ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა სიკვდილისპირას მყოფი ბიჭის დახმარება. ამ დროს კი ის გადაარჩინა მან, ვინც როგორც აღმოჩნდა კანონდამორღვევი იყო. ამ შემთხვევამ კარგად გვაჩვენა, რომ ჩვენ არ ვიცით რა აქვს ადამიანს გულში. არ ვიცით რა მაიძულა ადამიანი გამხდარიყო კანონდამორღვევი. ადამიანის გულს სხვა ადამიანი ვერასდროს ჩაწვდება და შესაბამისად ერთმანეთის განსჯა ყოველგვარ აზრსაა მოკლებული. ადამიანი უხსოვარი დროიდან ოცნებობს იმაზე, რაც მის ძალაუფლების ქვეშ არაა. ის ყოველთვის ცდილობს განვითარებას. ზოგი საკუთარ სხეულს არარეალურ ფორმამდე ავითარებს, ზოგიც დაავადებას ებრძვის და ამარცხებს. ზოგიც კი ფრენაზე ოცნებობს და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. როდესაც ჩვენ სპორტსმენს ვხედავთ ტელევიზორში, ალბათ ვერ წარმოვიდგენთ თუ რა გამოიარა მან იმისთვის, რომ ასეთი ადამიანი გამხდარიყო. ხშირად გეგმები იცვლება, სიტუაცია უკუღმა ტრიალდება და ადამიანის სასწაულის იმედადაა დარჩენილი. დღევანდელ ვიდეოში ვისაუბრებთ ერთ საკმაოდ სახიფათო სპორტზე, ეს პარაპლანით ფრენა. კონკრეტულად მოგიყვებით გოგო სპორტსმენზე, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად გაუმართლა დედამიწაზე. ერთხელ ის ძლიერმა ქარმა წარმოუდგენლად დიდ სიმაღლეზე აიტაცა. იქ, სადაც თვითმფრინავები დაფრინავენ და სადაც ყალიბდება ამინდი. ასეთ სიმაღლეზე სამყაროს მოწყვეტილმა მან მაინც გამონახა ძალები. მოკლედ მივყვეთ მსვლელობას და თავიდან მოგიყვებით ამ გასაოცარ ამბავს. ევა ვისნიერსკა დაიბადა პოლონეთში. მან დაამთავრა უნივერსიტეტი და მოგზაურობა დაიწყო მსოფლიოს გარშემო. თუმცა მხოლოდ ერთმა შემთხვევამ მისი ცხოვრება შეცვალა და სახელი ევა ვისნიერსკა ისტორიაში დიდი ასოებით ჩაიწერა. ერთ დღეს, როდესაც ევა პორტუგალიაში იყო, ერთ-ერთ კურორტზე მან შეამჩნია პარაპლანით მფრინავი ახალგაზრდები, რომლებიც ამ ფრენით დიდ სიამოვნებას იღებდნენ. ისინი მიჰყვებოდნენ ქარის ნაკადს და ცაში დაფრინავდნენ. ევას ძალიან იზიდავდა მსგავსი სპორტის სახეობები, თუმცა თავად არასდროს ჰქონდა გამოცდილი ეს შეგრძნებები. ამ ყოველივემ ევა შთააგონა და მიხვდა თუ რა უნდოდა ცხოვრებაში ყველაზე მეტად. ეს იყო ფრენა, რომელიც აბსოლუტურ თავისუფლებას მისცემდა. მალევე მან იპოვა შესაბამისი ტრენერი და კურსებიც გაიარა. გოგონამ ფრენა ისწავლა. ცოდნის მიღების შემდეგაც არ გაჩერდა და საქმე შეუდგა. ევამ დაისახა მიზანი, გამხდარიყო პროფესიონალი სპორტსმენი. ის არ ჩერდებოდა და გამუდმებით აუმჯობესებდა საკუთარ უნარებს. მან რამდენიმე შეჯიბრებაშიც კი მიიღო მონაწილეობა და გაიმარჯვა. ევას სურდა უფრო მნიშვნელოვან შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა და ნაციონალურ ნაკრების წევრიც გამხდარიყო. პოლონეთში მას სხვა სპორტსმენები არ აფასებდნენ. ფიქრობდნენ, რომ ევა არ იყო იმ დონის მფრინავი, რომ ქვეყნის სახელით ეასპარეზა. თუმცა მისი ნიჭი არ დაკარგულა. მას მალევე გერმანიის ნაკრებმა შესთავაზა კონტრაქტი. იმ დღიდან ის უფრო მეტ დროს უთმობდა ვარჯიშს და იხვეწებოდა. მან გერმანიის სახელით არაერთი ტიტული მოიპოვა. ალბათ მაშინ მას წარმოდგენაც არ ჰქონდა თუ რა ელოდა წინ, თუ რა მოხდებოდა მის თავს.
2017 წლის 14 თებერვალს ავსტრალიამ უმასპინძლა ჩემპიონატს და 40 ქვეყნიდან 200 საუკეთესო სპორტსმენი მიიღო. Რა თქმა უნდა, ევა მათ შორის იყო. ყველაფერი მზად იყო, მალე ღონისძიებაც დაიწყებოდა. Თუმცა მონაწილეები გააფრთხილეს, რომ მოსალოდნელი იყო ამინდის ცვლილება და შესაძლებელი იყო მალე ცა ღრუბლით დაფარულიყო. ასევე მოსალოდნელი იყო ჭექა ქუხილიც. ევამ ყველა რისკი შეაფასა და მიხვდა, რომ ეს მას ხელს ვერ შეუშლდა. თან ცაზეც არ ჩანდა ღრუბელი და ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო. 200 სპორტსმენიდან რამდენიმე მოარი თქვა ფრენაზე, რადგან საფრთხე რეალურად აღიქვეს. თუმცა ევა არ ნებდებოდა, ის ემზადებოდა ფრენისთვის. ყველაფერი ჩვეულებრივად დაიწყო. ევა და მისი ორი მეგობარი აფრინდნენ და მოულოდნელად სამივე მათგანი გამოიყო სხვა მონაწილეებს. ისინი უფრო მეტ სიმაღლეზე ადიოდნენ. ამ დროს მონაწილეთა უმეტესობა ფრენას წყვეტდა, რადგან საფრთხეს ხედავდა და ეშვებოდნენ. თავდაჯერებული ევა ჰაერში დაფრინავდა და ფიქრობდა, რომ პარაპლანის გაკონტროლება შეძლებდა ნებისმიერი ამინდის მიუხედავად. თუმცა სიტუაცია ყოველ წამს იცვლებოდა. პატარა ღრუბლები უზარმაზარმა ღრუბლებმა ჩაანაცვლა და ცა მოიკუფრა. ამავე დროს ძლიერი წვიმაც დაიწყო. მისი მეგობრები დაეშვნენ მიწაზე და ფიქრობდნენ, რომ ევაც მალე გამოჩნდებოდა, თუმცა სიახლე არ ჩანდა. ერთ-ერთი მფრინავი, რომელიც ყველაზე ბოლოს დაეშვა მიწაზე, ხვდებოდა, რომ ევას ძალიან ცუდი მდგომარეობა ჰქონდა, რადგან თავად ძლივს გადაურჩა საშინელ შტორმს. ევასთან ერთად აფრენილი ორი სპორტსმენი აფრენის წერტილიდან 70 კილომეტრში დამტვრეულები იპოვეს. მათი გადარჩენა ძლივს მოხერხდა. ყველა ხვდებოდა, რომ ევას გადარჩენა უკვე შეუძლებელი იყო. მათი შიშებიც მართლდებოდა, ევას მდგომარეობა დამძიმდა. საშინელი ქარი მას უფრო და უფრო იტაცებდა ზემოთ. მას არაფრის გაკეთება შეეძლო. ევა ეგრეთ წოდებულ ქარის მილში მოხვდა, რამაც უფრო მეტად აიტაცა ის ზემოთ. ის ფიქრობდა, რომ ახლა გასტყორცნი და ქარი მას მიწისკენ, თუმცა ეს არ მომხდარა. უძლიერესი ქარის ნაკადები გოგონას ხმელი ბალახივით აქეთ-იქით აფრიალებდა. ევას იმედი ჰქონდა, რომ მას GPS-ის მეშვეობით იპოვიდნენ, თუმცა ამ დროს მისი ყველა მოწყობილობა წყობრიდან იყო გამოსული. ჩვეულებრივ პარაპლანით მფრინავები მაქსიმუმ 700 მეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ. თუმცა იმ დროისთვის ევა უკვე იქ იყო, სადაც როგორც წესი ავიალაინერები დაფრინავენ. ეს კი დაახლოებით 10,000 მეტრია. ეს სიმაღლე ადამიანისთვის ფაქტობრივად სიკვდილს ნიშნავს. ალბათ ხვდებით, რომ აქ პრობლემა მხოლოდ სიმაღლეში არ იყო. ასეთ სიმაღლეზე ტემპერატურა ძალიან დაბალია. იმ დროს კი იქ, სადაც ევა იმყოფებოდა, -50 გრადუსი იყო. გოგონას სახე, ტანსაცმელი და აღჭურვილობა ყინულის სქელი ფენით იყო დაფარული. მოკლედ, ასეთ სიტუაციაში გადარჩენა შეუძლებელია და თუ ეს მოხდება, ადამიანი თავის სერიოზულ დაზიანებას მიიღებს. სწორედ ამ მდგომარეობაში გოგონამ გონება დაკარგა და ასეთ სიტუაციაში 40 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. მოულოდნელად გოგონა ადგილიდან მოწყდა. ის გონს მოვიდა, თითქოს ვიღაცამ გრავიტაცია ჩართო. გაყინულმა პარაპლანმა ვერ გაუძლო წონას და რამდენიმე თოგი გაწყდა. პარაპლანი დაიკეცა და გოგონა მოწყვეტით დაეშვა მიწისკენ. მან ისევ დაკარგა გონება. თუმცა მოულოდნელად პარაპლანი გაიშალა და ძლიერმა შერყევამ გოგონა გამოაფხიზლა. აშკარად საფრთხე ისევ ძალიან დიდი იყო. გოგონა ნელ-ნელა ეშვებოდა მიწაზე, თუმცა ის ჯერ კიდევ ძალიან დიდ სიმაღლეზე იყო. მაშველები და ჯგუფი მიმდებარე ტერიტორიაზე ყველგან ეძებდა ევას. ისინი რაიმე მინიშნებას ეძებდნენ, რომ გაეგოთ ცოცხალი იყო თუ არა გოგონა. ევა ღონე მიხდილი იყო, თუმცა მაინც ცდილობდა როგორღაც გაეკონტროლებინა პარაპლანი. ის მთელი ძალებით ცდილობდა ვარდნის პროცესი შეემსუბუქებინა, თუმცა პარაპლანიც უკვე დაზიანებული იყო. სწორედ მის ამ ცდილობებს ჰქონდა უდიდესი მნიშვნელობა. მთელი ამ დროის განმავლობაში ევამ რამდენჯერმე დაკარგა გონება. მალე მან გამოაღწია საშინელი ღრუბლიდან და მიწისკენ დაეშვა. დაშვება საკმაოდ მტკივნეული იყო, თუმცა მას სხეულის დამორჩილება უკვე აღარ შეეძლო. ევა გაყინული იწვა მიწაზე და კანკალებდა. არავინ იცოდა თუ სად იყო ევა. საბოლოოდ მან მოიკრიბა ძალები და თავისი GPS მოწყობილობა ჩართო. უკანასკნელი ძალებით ღილაკს დააჭირა თითი და თავისი კოორდინატები გაგზავნა. ამის შემდეგ კი გონება დაკარგა. მეგობრებმა საბედნიეროდ ის მაშველებზე ადრე იპოვეს და სასწრაფოდ გაათბეს. მის ჯანმრთელობას მაინც ემუქრებოდა საფრთხე. მას სხეული გაყინული ჰქონდა და დაცემისგან ნეკნებით ჩაემტვრა. ევა საავადმყოფოში გადაიყვანეს და უკვე მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრებოდა. როდესაც ექსპერტებმა ევას ფრენა გაანალიზეს, შოკირებულნი იყვნენ, რადგან იქამდე არავის უფრენია ასეთ სიმაღლეზე. ჩიტებიც კი აღარ დაფრინავენ ასე მაღლა. მოგვიანებით ექსპერტებმა ისიც თქვეს, რომ სწორედ გონების დაკარგვამ გადაარჩინა ევა. უგონო მდგომარეობაში მყოფი გოგონას სხეულში პროცესები შენელდა. გულმა კი შეძლო ასეთი დატვირთვის ატანა, რადგან პროცესები აღარ მიმდინარეობდა ისეთი ინტენსივობით, როგორც ეს ფხიზლ მდგომარეობაში იქნებოდა.
თუმცა ეს შემთხვევა მაინც სასწაულია. თითქმის 1 საათი ჟანგბადის გარეშე ევამ 10,000 მეტრის სიმაღლეზე გაატარა და ცოცხალი გადარჩა. თავად ევას ამ ფრენიდან თითქმის არაფერი არ ახსოვს. ძალიან მალე ეს ამბავი მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ჟურნალისტები სასწრაფოდ გაეშურნენ ინტერვიუსთვის ევასთან. მათ ევას მსოფლიოში ყველაზე იღბლიანი გოგონა უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ ევა მეს ვერ გაიაზრა, ამით მან მაინც მსოფლიო რეკორდი დაამყარა და ისტორიაში შევიდა. გამოჯანმრთელობის შემდეგ ევამ ისევ მიიღო მონაწილეობა არაერთ ღონისძიებაში. მას არ უთქვამს უარი ამ სპორტზე. ევას შემთხვევა გვაჩვენებს, რომ ჩვენ სამყაროში კიდევ უამრავი ამოუხსნელი მოვლენა ხდება. არავინ იცის თუ რამდენი შეუძლია სინამდვილეში ადამიანის ორგანიზმს. გოგონა სახელად პრიმროუზი ჩინეთში დაიბადა. დაბადებისთანავე გოგონა განსხვავდებოდა სხვა ახალშობილებისგან. პრობლემა გოგონას თვალებში იყო. მისი თვალები განსხვავდებოდა ჩვეულებრივისგან. თითქოს ის მოვერცხლისფრო ნაცრისფერი იყო. როგორც წესი, ასეთი თვალისფერი უჩვეულოა, თუმცა საქმე მხოლოდ ფერში როდი იყო. თავიდან ექიმები გაოცებულნი იყვნენ გოგონას თვალისფერით. მალე კი დიაგნოზი დასვეს. ბავშვი სრულად ბრმა იყო. ბავშვს თანდაყოლილი გლაუკომა ჰქონდა. გლაუკომა თვალის ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც პერიოდულად იზრდება თვალის წნევა, ზიანდება მხედველობის ნერვი და უარესდება თვალის სისხლით მომარაგება. თავდაპირველად ადამიანი უბრალოდ ცუდად ხედავს, შემდეგ ერღვევა პერიფერიული მხედველობა, თანდათან უმცირდება მხედველობის ველი. საბოლოოდ საქმე სრულ და განუკურნებელ სიბრმავემდე მიდის. თუმცა ამ გოგონას ეს თანდაყოლილი ჰქონდა. მიუხედავად მედიცინის თანამედროვე მიღწევებისა, გლაუკომა ჯანდაცვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე და აქტუალური პრობლემა. ახალშობილებში გლაუკომა იშვიათად ვლინდება, საშუალოდ 30,000 ბავშვში ერთია დაავადებული, რაც საბოლოოდ სრულ სიბრმავეს იწვევს. როუზისთვის ეს პრობლემა არ ყოფილა ერთადერთი. ეს მხოლოდ და მხოლოდ დასაწყისი იყო მისი პრობლემებისა. როგორც კი დედამ თავისი ახალშობილის თვალები და დიაგნოზი ნახა, მასზე ოფიციალურად უარი თქვა. როუზი ბავშვთა თავშესაფარში გაუშვეს. როგორც ყველა ბავშვი, როუზი ცელოდა მას, ვინც ოჯახში წაიყვანდა და ნამდვილ სითბოს აჩუქებდა. ასე გადიოდა დღეები, თვეები და წლებიც კი. უპატრონო ბავშვთა სახლში არავინ კვებავდა ილუზიებით როუზის. მან სიმართლე იცოდა, რომ იმედი არ უნდა ჰქონოდა უცხოების, რადგან შესაძლოა საერთოდ არ დამდგარიყო ის დრო, როცა მას ვინმე ოჯახში წაიყვანდა. როუზმა იცოდა, რომ სრულწლოვანი როდესაც გახდებოდა, თავად იზრუნებდა საკუთარ ცხოვრებაზე. ის ფიქრობდა, ვის ჭირდება ავადმყოფი ბავშვი, ბრმა, ის ხომ ტვირთი იყო ნებისმიერი ოჯახისთვის. თუმცა ჩვენ სამყაროში უამრავი კეთილი ადამიანი არსებობს. ერინი და კრის ოსტინების წყვილი ჯორჯიის შტატში ცხოვრობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ მათ მშვიდი და აწყობილი ოჯახური ცხოვრება ჰქონდათ, კარგი სახლი, სამსახური და 2 შვილი. ისინი არ გეგმავდნენ გაფართოებას. უკვე ყველაფერი დაალაგებული ჰქონდათ ცხოვრებაში. ერთხელ, როდესაც ერინი Facebook-ს ათვალიერებდა, დაინახა როუზის ფოტო. ის ამბობს, როდესაც როუზის ფოტო დავინახე, შინაგანად რაღაც უცნაური ვიგრძენი. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემი გოგონა იყო. ერინმა საღამოს თავის მეუღლეს აჩვენა ფოტო. მათ დიდხანს იმსჯელეს. დილით უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ როუზის იშვილებდნენ. სხვა ვინ, თუ არა ჩვენ, უთხრა კრისმა ერინს. ასე გადაწყვიტა ამ საოცარმა წყვილმა სრულიად შეეცვალათ პატარა როუზის ცხოვრება. გოგონასი, რომელიც დედამიწის მეორე მხარეს ცხოვრობდა. წყვილი გაემზადა და გაემგზავრა ჩინეთში. მათ ბევრი იფრინეს და ჩავიდნენ დანიშნულების ადგილზე. რა თქმა უნდა, შვილადაყვანის პროცედურა მარტივად ერთ დღეში არ წყდება. ამას შეიძლება თვეები დასჭირდეს, რადგან გასათვალისწინებელია უამრავი ფორმალობა და გამოსაცდელი დრო. ბავშვთა დამცველები უნდა დარწმუნდნენ, რომ ამ ბავშვს ღირსეულ ოჯახს აბარებენ. რამდენიმე თვეში როუზი ჯორჯიის შტატში გადაიყვანეს და საბოლოოდ ჩააბარეს ახალ ოჯახს. შვილადაყვანიდან 2 თვეში წყვილი Facebook-ზე თავის შთაბეჭდილობებს უზიარებდა მეგობრებს. არაფერია საგანგაშო იმაში, რომ როუზი ვერაფერს ხედავს. მას არ შეუძლია განსაზღვროს მისი ბედნიერება. ის საოცარი ბავშვია, წერდა კრისი. როდესაც გარშემომყოფები იგებდნენ, რომ გოგონა უსინათლო იყო, ისინი ამბობდნენ, წუხვარ. თუმცა კრისი მაშინვე პასუხობდა, რატომ წუხართ? ის ხომ ბედნიერია. წყვილი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ გოგონას ბედნიერი ცხოვრება ჰქონოდა. გავიდა დრო და როუზს პრობლემებიც დაეწყო. მას საშინელი ტკივილები აწუხებდა თვალის არეში. ტკივილები იმდენად ძლიერი იყო, რომ დღეღამეში თითქმის 16 საათი ტიროდა და არაფერს ჭამდა. კვლევებმა აჩვენა, რომ როუზს ერთ თვალში 2-ჯერ უფრო მაღალი ჰქონდა წნევა, ამავე დროს მეორე თვალში წნევა 2-ჯერ უფრო დაუსუსტდა. ამ შემთხვევაში მედიცინა უძლური იყო. ექიმები ვერაფერს შველობდნენ გოგონას. ოჯახი მზად იყო უამრავი ფულიც კი გადაეხადა იმისთვის, რომ განეკურნათ ბავშვი ამ დაავადებისგან, თუმცა
ეს შეუძლებელი იყო. წყვილს ექიმებმა უთხრეს, რომ გოგონას გადარჩენის ერთადერთი მეთოდი თვალების ამპუტაცია იყო. ამიტომაც ის მალევე საოპერაციო მაგიდაზე აღმოჩნდა. ოპერაციიდან მესამე დღეს გოგონამ გაიღიმა და თავს კარგად გრძნობდა. ეს კი არ მომხდარა თითქმის 2 თვე, რადგან ძლიერი ტკივილების ტანჯავდა. მართალია გოგონას აღარასდროს დაუბრუნდება მხედველობა, მაგრამ ის აღარ იტანჯება გაუსაძლისი ტკივილებით და საფრთხეც აღარ ემუქრება მის სიცოცხლეს. გოგონა დღეს კარგადაა და ცდილობს სამყარო შეიცნოს მხედველობის გარეშე. შეიძლება ითქვას, რომ ეს კარგადაც გამოსდის, რადგან მას საუკეთესო დამხმარეები ჰყავს. მოსიყვარულე მშობლები, რომლებიც მუდამ ზრუნავენ მასზე. გოგონა ბედნიერია და ხშირად იღიმის. ასევე მას ჰყავს და-ძმა, რომლებიც გამუდმებით იცავენ და ეხმარებიან. მიუხედავად იმისა, რომ უსინათლოა, ეს მდგომარეობა მისთვის საუკეთესოა, რადგან მის მდგომარეობაში ამაზე უკეთ ვერასდროს იგრძნობდა ის თავს. სიკეთემ ამ ბავშვის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. ჩვენი შემდეგი ისტორია ასევე ძალიან საინტერესოა. ბევრი ფიქრობს, რომ რადგანაც ჩვენ ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ, მათი მეშვეობით ყველანაირი პრობლემის გადაჭრაა შესაძლებელი. ადამიანმა ისწავლა ურთულესი ოპერაციის გაკეთება, შექმნა ვირტუალური რეალობა და დაეუფლა კოსმოსს. თუმცა უმეტეს შემთხვევაში პრობლემას ადამიანობა და სიკეთე წყვეტს და არა ტექნოლოგია. სწორედ ასეთი საინტერესო შემთხვევა მოხდა შეერთებულ შტატებში, ერთ საავადმყოფოში. მშობიარობის შემდეგ დედის სიცოცხლე საფრთხეში იყო, მხოლოდ მოულოდნელი და გასაოცარი გადაწყვეტილების შედეგად მოხდა ნამდვილი საოცრება. ეს გადაწყვეტილება კი იქ მომუშავე მედდამ მიიღო. 23 წლის შელი კოული სამხრეთ კაროლინადან და მისი მეუღლე ჯერემი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ერთხელაც მედიცინის მთავარი სენსაციის ეპიცენტრში აღმოჩნდებოდნენ. შელი და ჯერემი ჩვეულებრივი წყვილი იყო. ისინი ცდილობდნენ სწორი ცხოვრების წესი ჰქონოდათ. გრანდიოზული ქორწილის შემდეგ მათ გადაწყვიტეს შვილების სყოლა. ამ გადაწყვეტილებას შელიც და ჯერემიც საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობით უდგებოდა. როდესაც შელიმ გაიგო, რომ შვილი ეყოლებოდა, მას არ დაურეკავს ჯერემისთვის და არ უთქვამს ეს ყოველივე ტელეფონით. არამედ ნამდვილი დღესასწაული მოუწყო ქმარს. შესაბამისად ჯერემიც მეცხრეცას ეწვია სიხარულისგან. წყვილი წინასწარ გეგმავდა ყველაფერს. მათ გათვლილი ჰქონდათ თითქმის თითოეული დღე, რომელსაც შვილთან ერთად გაატარებდნენ. ასე გავიდა 8 თვე. თუმცა ერთხელაც, როდესაც შელი ექიმთან მივიდა, ეკოსკოპიის შემდეგ ექიმმა მას უთხრა, რომ ბავშვს საფრთხე ემუქრებოდა, თუ კიდევ დარჩებოდა მუცელში. ამიტომაც გადაუდებელი საკეისრო კვეთა დაიგეგმა, ასე რომ ბავშვის დაბადება 1 თვით ადრე მოხდებოდა. გოგონა დააწვინეს საავადმყოფოში. ნარკოზის ამოქმედებამდე მისი ქმარი ჯერემი მასთან იყო და მისი ხელი ეჭირა. ქმარს არ დაუტოვებია საოპერაციო და ადგილზე იყო. ის მხარს უჭერდა და ამხნევებდა შელის მაშინაც კი, როდესაც შელი ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ იყო. გამოცდილმა ქირურგებმა იდეალურად შეასრულეს თავისი საქმე და პატარა გოგონაც მოევლინა სამყაროს სრულიად ჯანმრთელი. ჯერემი იმდენად გახარებული იყო თავისი გოგონას დაბადებით, რომ საერთოდ აღარ ახსოვდა ის სირთულე, რაც გამოიარა. როდესაც მან ხელში პირველად თავისი გოგონა აიყვანა, ვერც კი წარმოიდგენდა იმას, რომ ძალიან მალე, უფრო მეტად მოუწევდა ანერვიულება და რომ დადგებოდა საფრთხე, დაეკარგა საყვარელი მეუღლე. სულ რაღაც 5 წუთში ექიმებმა ჯერემის შეატყობინეს, რომ შელი კომაში ჩავარდა და კვდებოდა. მისმა ორგანიზმმა დატვირთვას ვერ გაუძლო. გოგონას ფილტვები მომენტალურად სითხით აივსო და ჟანგბადი არ ყოფნიდა. სიტუაცია კრიტიკული იყო. ექიმებმა ჯერემის უთხრეს, რომ ამავე დროს გოგონას მაღალი არტერიული წნევა ჰქონდა და მის გადარჩენას ქირურგები ცდილობდნენ. ექიმმა ასევე ჯერემის უთხრა, რომ ზუსტად იმ მომენტში მისი საყვარელი მეუღლე იბრძოდა და შესაძლებელი იყო ის დამარცხებულიყო ამ ბრძოლაში. ახლა წარმოიდგინეთ ახალგაზრდა მამაკაცის რეაქცია. რამდენიმე წუთის წინ ის საოცრად გახარებული იყო, რადგან ხელში აიყვანა საკუთარი გოგონა, რომელსაც ასე ელოდა. ახლა კი დადგა საფრთხე იმისა, რომ საყვარელი მეუღლე დაეკარგა სამუდამოდ. ჯერემი ვერაფერს იზამდა. სასწაულის იმედად იყო დარჩენილი. მანიპულაციები 1 საათს გაგრძელდა, თუმცა სიტუაცია არ იცვლებოდა. ყველაფერი რთულად იყო. გოგონა კვდებოდა. სწორედ ამ დროს ერთ ჩვეულებრივ მედდას, სახელად ეშლი მანოს გონებაში მოვიდა უჩვეულო იდეა. ეშლი არ იყო დარწმუნებული თავისი იდეის ისტორიაში, თუმცა მაინც თქვა, რასაც ფიქრობდა. ეშლის გაგონილი ჰქონდა, რომ გართულებების დროს ახალშობილის შეხება დედასთან დადებითად მოქმედებს ორივე მათგანზე. როდესაც ახალშობილი ეხება დედას, ამას ორგანიზმში საოცარი ცვლილებების მოხდენა შეუძლია. რა მოხდება თუ კი ეს ყოველივე იმოქმედებს? იკითხა ეშლიმ. საოპერაციოში სიჩუმე ჩამოვარდა, თუმცა სხვა გზა მაინც არ არსებობდა. გოგონა კვდებოდა. მედდამ სასწრაფოდ მოიყვანა ბავშვი და ისე დააწვინა, რომ სრულად ეხებოდა სხეულით დედას. შეხებისთანავე ახალშობილმა დაიძინა. ამ დროს მოხდა ნამდვილი სასწაული მედიცინაში, რომლის ახსნაც ვერავინ შეძლო. ექიმები იმ დროს მონიტორებს აკვირდებოდნენ გაოცებულები.
შეხებიდან რამდენიმე წუთში ყველაფერი უკეთესობისკენ წავიდა. არტერიული წნევა დარეგულირდა და ორგანოებმა ნელ-ნელა აღადგინა ფუნქციონირება. ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ. რამდენიმე საათში შელი კომიდან გამოვიდა. ხოლო ერთ კვირაში ის თავს კარგად გრძნობდა და სიარულით შეეძლო. ყველაფერი კი ახალშობილის შეხების შედეგად მოხდა. ქალს უკვე შეეძლო საკუთარი შვილი ხელში აეყვანა და დამტკბარიყო მისით. შელი და ჯერემი მთელი ცხოვრება მადლიერები დარჩებიან მედდის, რომელმაც ასეთი გენიალური რამ მოიმოქმედა. თუმცა აქ სამადლობელი სიტყვები არაფერია იმ საქმესთან შედარებით, რაც მედდამ გააკეთა. რომ არა ის, შელი ვერ გადარჩებოდა. ეს შემთხვევა მთელ მსოფლიოში გავრცელდა და ამის შესახებ ყველგან წერდნენ. მედიცინაში ამას სასწაული უწოდეს. პატარა გოგონა მალე, როდესაც გაიზრდება, თავად გაიგებს, რომ დედა გადაარჩინა შეხებით. ეს შემთხვევა შეგვახსენებს, რომ ბოლომდე ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ადამიანმა არასდროს არ უნდა დაყაროს ფარხმალი. არ იცი რა დროს გამოჩნდება გამოსავალი. ერთხელ შემოდგომის ცივ დღეს ოლივერ ლანგი, წერალი ჰამბურგიდან, შევიდა სუპერმარკეტში ყავის საყიდლად. თუმცა ის რაც მან იქ ნახა, მთელი ცხოვრება ემახსოვრება. ის ამ ამბავს თავის Facebook გვერდზე უზიარებდა მეგობრებს. მე პირდაპირ წაგიკითხავთ მის სიტყვებს. მე სუპერმარკეტში რიგში ვიდექი. ჩემს წინ მოხუცი ქალბატონი იყო. ცუდად არ გამოიყურებოდა, თუმცა მეტყობოდა, რომ ცხოვრება მასზე იმოქმედა და სამუდამო კვალი დაუტოვა. მისი აღებული პროდუქტის მიხედვით მივხვდი, რომ მარტო ხელა იყო. ერთი პური, რძე, შოკოლადი და ხორცის პატარა ნაჭერი. ყველაფერი 2 ევრო და 18 ცენტი გამოვიდა. იმის ნაცვლად, რომ მოხუცს საფული ამოიღო, მან ჯიბეში ჩაიყო ხელი და ხურდებს ეძებდა. შემდეგ ამოიღო ხურდაფული და ხელის გულზე დათვლა დაიწყო. იმ დროს, როცა მოხუცი ხურდებს ითვლიდა, თან სახეზე ეტყობოდა, რომ ხვდებოდა, როგორ იწურებოდა მოლარისა და რიგში მდგომი ხალხის მოთმინება. მას ეს ყველაფერი იდეალურად ესმოდა. მოხუცმა დაამთავრა დათვლა და ყველაფერი მოლარეს დაუდოდ დახლზე. 50 ცენტი არ მყოფნის. ეს მაქვს მხოლოდ, თქვა დამწუხრებულმა მოხუცმა. მაშინ ამ პროდუქტებიდან ერთ-ერთი უნდა დატოვოთ, უთხრა მოლარემ. მოხუცი დაფიქრდა და არჩევანი გააკეთა. მან შოკოლადზე თქვა უარი. ამ დროს ჩემი გული კინაღამ გაჩერდა. რაღაც დამემართა, ძალიან ცუდად ვიგრძენი თავი. მოლარეს ვანიშნე, რომ მე გადავიხდიდი მოხუცის ფულს. მე მოლარეს 50 ევროიანი გაუწოდე და ვუთხარი, რომ ხურდა მოხუცისთვის მიეცა. ამ ყველაფერს მოხუცი ვერ ხედავდა. მოლარე მოხერხებული გოგონა აღმოჩნდა, მან გამომართვა ფული და ხურდა მოხუცს დაუბრუნა. ყველაფერი რიგზეა, გადახდილია, უთხრა მან მოხუცს. ჩემს უკან მდგომი ხალხი რაღაცებს ჩურჩულებდა. რაღაცაზე საუბრობდა, თუმცა ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. იმ დროს ჩემი მიზანი იყო მოხუცს დავხმარებოდი და ამავე დროს ის უხერხულ მდგომარეობაში არ ჩამეყენებინა. მინდოდა მასაც ეგრძნა, რომ შეეძლო საკუთარი თავისთვის უფრო მეტი სუფლება მიეცა და არ შეზღუდულიყო თუნდაც შოკოლადის ყიდვის დროს. ამ დროს მოხუცმა შემომხედა აცრემლებული თვალებით და მითხრა: შვილო, შენ კარგი ადამიანი ხარ. შეიძლება ჩაგეხუტო მხოლოდ ერთხელ. რა თქმა უნდა, უპასუხე მე. მოხუცი გაღიმებული წავიდა გასასვლელისკენ. მე მას მიუახლოვდი და უთხარი: უკაცრავად, შეგიძლიათ სანამ წახვალთ ერთი თხოვნა შემისრულოთ? კი, მაგრამ მე რისი გაკეთება შემიძლია, მიპასუხა მოხუცმა. შემოbrუნდით სუპერმარკეტში და აიღეთ ყველაფერი რაც გსურთ, ვუთხარი მე. შემდეგ ჯერზე გავაკეთებ ამას, მიპასუხა მოხუცმა. მე გამოვედი სუპერმარკეტიდან და იქვე პარკში ყავას მივირთმევდი. ამ დროს დავინახე, როგორ შევიდა მოხუცი ისევ სუპერმარკეტში და სხვადასხვა პროდუქტი იყიდა, რაც დარჩენილი ფულით შეძლო. მე ბედნიერი ვიყავი, რომ იმ დილით ზუსტად იქ აღმოჩნდი, სადაც შევწელი ამ მოხუცის დახმარება. მოხუცმა მე მთელი დღე გამივამაზა და გამაბედნიერა. ეს პოსტი, რომელიც მამაკაცმა განათავსა თავის სოციალურ ქსელში, დაახლოებით 9 მილიონმა ადამიანმა გააზიარა. ეს გასაოცარი გრძნობაა და ეს ისტორიაც ბევრ სითბოს ატარებს. სიკეთეს ყოველთვის ახლავს თან დადებითი ემოციები. ეს ისტორია ინგლისის ერთ-ერთ საგრაფოში მოხდა. ფერმაში, სადაც ცხენები ჰყავთ. ფერმას ქალი, სახელად ელზაულის. ის დიდი ხანია დაკავებულია ცხენების მოვლით და მან პრაქტიკულად ყველაფერი იცის მათზე. ფერმაში ერთი უცნაური ცხენია. მას ასევე უცნაური სახელი, ფეითი ჰქვია. როდესაც ცხენს მშობიარობის დრო მოვიდა, მან 2 ზუსტად ერთნაირი კვიცი გააჩინა. კვიცები უჩვეულო გარეგნობისანი იყვნენ. მათ სხეულის უკანა მხარეს ლამაზი ლაქები ჰქონდათ. ამ შემთხვევაში უცნაური ის არის, რომ ცხენები იშვიათად აჩენენ ტულპებს და თუ კი ეს მოხდება, მათი გადარჩენა რთულია. ფერმერმა წინასწარ ექიმს აჩვენა ცხენი. ეკოსკოპიამ არაჩვენა, რომ ცხენს მუცელში ტულპები ჰყავდა. სწორედ ამიტომ იყო ეს ამბავი გასაოცარი ყველასთვის. ცხენისთვის არ ყოფილა ადვილი 2 შვილის გამოკვება, თუმცა ქალის დახმარებით მან წამოზარდა 2 კვიცი.
ელზამ გადაწყვიტა რამდენიმე თვით დაესვენა ცხენს, ხოლო შემდეგ ისევ მოახდინა მისი განაყოფიერება. ამისთვის მათ ირლანდიიდან ჩამოიყვანეს სპეციალური ჯიშის ცხენი. ისინი ფიქრობდნენ, რომ ფეითის და ირლანდიური ჯიშის შეჯვარებით განსაკუთრებულ კვიცს მიიღებდნენ. როდესაც ფეითი დამაგდა, ის რამდენიმე თვეში ვეტერინართან წაიყვანეს. ექიმმა ვერ აღმოაჩინა მის მუცელში ვერაფერი, რაც სანერვიულო იქნებოდა. ყველაფერი რიგზე ჰქონდა მას. გადიოდა თვეები და ფეითი წონაში იმატებდა. მისი მუცელი საბოლოოდ უკვე უზარმაზარი იყო. როდესაც მშობიარობის დრო მოვიდა, ფერმერს ისევ ელოდა გაოცება. როცა ელზამ დაინახა თუ რა გააჩინა მისმა საყვარელმა ცხენმა, უბრალოდ შოკირებული იყო. ისევ ტყუპები, ოღონდ ამჯერად თეთრი, ქათქათა პატარა კვიცები. გამოვიდა, რომ 18 თვის განმავლობაში ამ ცხენმა ორჯერ გააჩინა ტყუპები. ფეითის შესახებ ყველა საუბრობდა იმ საგრაფოში. ის განსაკუთრებული ცხენი იყო, რადგან რაც მის შემთხვევაში მოხდა, შეიძლება მილიონში მხოლოდ ერთ ცხენს გამოვიდეს. დღეს პატარა კვიცები ჯანმრთელები არიან და მთელ ფერმაში დარბიან. ქალს დღემდე არ სჯერა, როგორ ვერ აღმოაჩინეს ვერცერთ შემთხვევაში ვეტერინარებმა ის, რომ ცხენს მუცელში ტყუპები ჰყავდა. დამეთანხმებით, რომ ეს მართლაც საინტერესო და უჩვეულო ისტორიაა. ბავშვები საოცარი თვისებებით გამოირჩევიან, მათგან ბევრი რამის სწავლა შეუძლია ადამიანს. ისინი ხომ თავმდაბლობის და სუფთა გულის ნამდვილი მაგალითები არიან. თუმცა სამწუხაროდ ჩვენს დროში ხდება ისეთი საშინელი შემთხვევები, როგორიც ბავშვის სიკვდილია. ქალის სახელად რუთ სკალი ვერც კი წარმოიდგენდა თუ როგორი რთული იქნებოდა მისთვის სააბაზანოში იატაკზე დადებული ტილოს ყურება. ახლა ბევრი იტყვის, რა შუაშია აქ სააბაზანოს ტილო. ეს ტილო მას თავის საყვარელ შვილს ახსენებდა, პატარა ბიჭს, რომელსაც კანის ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ყოველთვის როცა დედა შხაპს იღებდა, ბიჭი სააბაზანოსთან წვებოდა და ელოდა დედას. ყველაფერი მცირედი ნიშნებით დაიწყო. ბავშვს თავიდან არაფერი ეტყობოდა. ხანდახან დაღლილობას გრძნობდა და სუსტად იყო. ერთ საღამოს ბავშვი ცუდად გახდა. ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხანგრძლივმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბიჭს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ექიმმა სპეციალური წამლები გამოუწერა, თუმცა წინ საკმაოდ რთული ოპერაციაც ელოდა. ოპერაციის გაკეთების შემდეგ მთავარი რეაბილიტაციის პროცესის გავლა იყო. ბიჭს აქტიურად უტარდებოდა ქიმიოთერაპიები. ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად იყო, უკეთესობაც იგრძნობოდა. ბიჭი ფეხზე წამოდგა და სიარულით შეძლო. მშობლები მაქსიმალურად უჭერდნენ ბავშვს მხარს. გარდა ამისა, მათ Facebook page-ით შექმნეს, სადაც ბავშვის ამბებს წერდნენ და ფოტოებს აზიარებდნენ. მათი მიზანი იყო სხვა მსგავს მდგომარეობაში მყოფი ბავშვები ენუგეშებინათ და გაემხნევებინათ, რომ შესაძლებელი იყო ასეთი მძიმე დაავადების დამარცხება. ყველა ფოტოში, ყველა ვიდეოში ბიჭი ღონე მიხდილი იყო, სამედიცინო აპარატურაზე შეერთებული, თუმცა ერთი რამ გამოარჩევდა მას. მის სახეზე მუდამ იყო ღიმილი. გავიდა დრო და ვერაგმა დაავადებამ უფრო მეტად გაიდგა ფესვები ბავშვის ორგანიზმში. მორიგმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ სიმსივნე უფრო პროგრესირებდა. მშობლებმა გადაწყვიტეს ბავშვისთვის ეთქვა თუ რა ხდებოდა მის თავს, რადგან ბიჭი ხედავდა, რომ უკეთესობა არ იგრძნობოდა. გრძნობ ტკივილს, კითხა დედამ შვილს. ტკივა დედა, თუმცა შენ გამოვითვენ, უპასუხა გაბედულად ბიჭმა. ამ სიტყვებმა რუდს გული მოუკლა, თითქოს მისთვის იმ წუთს სიცოცხლე შეწყდა. ყველა ვინც რუდს და მის ოჯახს იცნობდა დამწუხრებული იყო, არავის ემეტებოდა ბავშვი. 2017 წლის 4 თებერვალი ბავშვისთვის უკანასკნელი დღე აღმოჩნდა. ამ დღეს მას ისევ უკეთდებოდა სხვადასხვა პროცედურა საავადმყოფოში. მშობლებს უნდოდათ ის სახლში წაეყვანათ, რომ ბოლო დღეები ერთად გაეტარებინათ. თუმცა ბავშვმა უთხრა, რომ არ სურდა წასვლა, ერჩივნა საავადმყოფოში დარჩენა. ამაზე მას მშობლები დათანხმდნენ. ცოტა ხანში რუთი მივიდა შვილთან და უთხრა, რომ შხაპის მისაღებად უნდა წასულიყო და რამდენიმე წუთში დაბრუნდებოდა. დედის გასვლიდან რამდენიმე წუთში ბავშვს ჟანგბადის უკმარისობის გამო გულყრა დაემართა და გული გაუჩერდა. დედა სასწრაფოდ შემოვიდა პალატაში და ტიროდა. ნანობდა, რომ ბოლო წამები შვილთან ვერ გაატარა. მოულოდნელად ბიჭის გულმა ცემა დაიწყო და თვალები გაახილა. ბავშვმა დაბალი ხმით დედას ყურში უთხრა: "მე შენ მიყვარხარ დედა." ამ სიტყვების თქმის შემდეგ ბავშვის გული სამუდამოდ გაჩერდა. ეს ბიჭი ახლობლების მეხსიერებაში დარჩა როგორც პატარა ბავშვი დიდი გულით, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე დედაზე ზრუნავდა. ჩვენი ცხოვრება უცნაურია, არსებობენ ძლიერები და სუსტები. ძლიერი ყოველთვის ცდილობს სუსტის დაჩაგვრას. ეს 75 წლის პენსიონერი ვლადიმერია უკრაინიდან. მას პარკინსონის დაავადება სჭირს. პარკინსონის დაავადებას ხელების კანგალი, წონასწორობის დარღვევა და სიარულის გაძნელება ახასიათებს. დაავადება ძალიან ართულებს ცხოვრებას და ხშირად ძლიერ დეპრესიასაც იწვევს. პარკინსონის დაავადებით მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი იტანჯება.
ვლადიმერი დაავადებამდე საკმაოდ ცნობილი ინჟინერი იყო. მან გაწეული შრომისა და დამსახურების გამო სახელმწიფოსგან არაერთხელ დაიმსახურა ჯილდო. რამდენიმე წლის წინ მოხუცს თავის ტვინზე რთული ოპერაცია გაუკეთეს. ექიმების რეკომენდაცია იყო, რომ მოხუცს სუფთა ჰაერი ესუნთქა. ვლადიმერის შვილები ქალაქში ცხოვრობდნენ, თუმცა მოხუცის გამო მათ იქირავეს სახლი ქალაქ გარეთ და დაიქირავეს კარგი სპეციალისტი, რომ მიეხედა ავადმყოფი ვლადიმერისთვის. ვლადიმერის გოგო დიდხანს ეძებდა პროფესიონალს. მან იპოვა ასეთი ქალი, სახელად ანა. როგორც საბუთებიდან გამოჩნდა, ანა თავისი საქმის პროფესიონალი იყო. თუმცა მას შემდეგ, რაც ანა მოხუცს სულიდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა. აშკარა გახდა, რომ ვლადიმერი ცხოვრებას დანებდა. ის იშვიათად იღიმოდა. აღარ საწოლიდან დგებოდა და სეირნობა აღარ უნდოდა. სიტუაცია საკმაოდ საეჭვო იყო. ამიტომ შვილებმა გადაწყვიტეს ფარული კამერა დაეყენებინათ მოხუცის ოთახში. კამერის დამონტაჟებიდან პირველივე დღეს შვილებმა დაინახეს ისეთი რამ, რაც ნამდვილად შოკის მომგვრელი იყო. როგორც აღმოჩნდა, ქალი ცემდა მოხუცს, საჭირო წამლებს არ ასმევდა და დღეში მხოლოდ ერთხელ აჭმევდა. ამიტომაც დასუსტდა მოხუცი. როგორც ჩანს, ქალმა ბოლოს შეამჩნია კამერა, თუმცა მაინც აგრძელებდა ცუდად მოპყრობას და ამაყად იყურებოდა კამერის მიმართულებით. როდესაც ეს ვიდეო შვილებმა ნახეს, პოლიციასთან ერთად მივიდნენ სახლში. ქალი მიხვდა, რომ საქმე ცუდად ჰქონდა. ტირილი დაიწყო და თავს იმართლებდა. აღმოჩნდა, რომ მისი დიპლომი და საბუთები გაყალბებული იყო და ის ვიღაც თვითმარქვია ყოფილა. ქალს მოხუცზე ძალადობისთვის სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რაც შეეხება მოხუცს, მას შემდეგ, რაც განაახლა წამლების მიღებამ და ნამდვილი და მზრუნველი მოვლელი დაუქირავეს, სიცოცხლის ხალისი დაიბრუნა. ის უკვე რამდენიმე თვეში დამოუკიდებლად გადაადგილდებოდა და თავს მხნედ გრძნობდა. რისი დამატება შეგვიძლია? დამნაშავე დამსახურებულად დაისაჯა.